ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გაუარესებული ურთიერთობისთვის კიდევ ერთი გამოწვევა ხდება ამერიკის კონგრესში მომზადებული დოკუმენტი. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის მთავარი გზავნილია, რომ ევროკომისია ცენზურის მიმართ ერთგული რჩება და ევროპის მასშტაბით ყველა არჩევნებში ერევა. შინაარსის აგრესიული ფორმებით დაცენზურება, რეალური ინფორმაციის შეცვლა სიძულვილის ენასთან ბრძოლის მოტივით, ცენზურის ფორმების სხვა ქვეყნებში დანერგვაც. საგამოძიებო დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია ამერიკელების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რისთვისაც სოციალური მედიის მთავარ პლატფორმებს იყენებს. ამავე ანგარიშის მიხედვით ბრიუსელი განსაკუთრებით აქტიურდება სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების დროს, მათ შორის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც. დასახელებულია კონკრეტული მაგალითიც. შეზღუდვები, რომლებზეც ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დოკუმენტში საუბარია იმ გზებზეც, რომლითაც ამერიკული კომპანიების მფლობელობაში არსებულ მსხვილ სოციალურ პლატფორმებზე ევროპული სტრუქტურები ზემოქმედებენ. ცენზურის ამბავი, რომელიც ახლა ამერიკულ-ევროპულ დაპირისპირებაში დღითი დღე მეტ ძალასა და რეზონანსს იძენს, ცოტათი შორიდან იწყება. 2021 წლის 8 იანვრიდან, როცა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ სოციალურმა ქსელმა, მაშინ ჯერ კიდევ ტვიტერი რომ ერქვა, დონალდ ტრამპს ანგარიში დაუბლოკა. ასე გაქრნენ დონალდ ტრამპიცა და მისი შეხედულებებით ონლაინ სივრცეში მთავარი პოლიტიკური პლატფორმიდან. იქამდე, ვიდრე ტვიტერი ელონ მასკმა არ იყიდა და ტრამპს აზრის გამოთქმისთვის სივრცე არ დაუბრუნა. თუმცა კონგრესის საგამოძიებო დოკუმენტები სხვა აწყვებიან. მაგალითად იმაზე, როგორ ითხოვდა ბაიდენის ადმინისტრაცია სოციალური ქსელებიდან COVID ვირუსზე რობერტ კენედის პოსტების დაშლას. ევროკომისია კი ისეთი მომხმარებლების დაბლოკვას, რომლებიც მხოლოდ ორ გენდერს, ქალსა და კაცს აღიარებდნენ, ან ბავშვებში სქესის შეცვლის ოპერაციების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. კონგრესის იურიდიულ კომიტეტში მომზადებული ანგარიში ასკუნის, რომ ცენზურაში ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკომისია ხარდამხარ მოქმედებდნენ იქამდე, ვიდრე ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყება საქმეში მარტო არ დარჩა და უფრო შორსაც არ წავიდა. კონკრეტულად ანგარიშში იკითხება, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე სოციალურ ქსელებში რჩებოდა ერთი და იშლებოდა მეორე. ევროკომისიისთვის არახელსაყრელი საპირისპირო აზრი, რაც საბოლოოდ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენდა. 2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია ჩართული იყო პლატფორმებთან და მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ეროვნული არჩევნების წინ მკაცრად დაეცენზურებინათ კონტენტი მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში. გასაკვირი არ არის, რომ ევროკომისია კიდევ უფრო აგრესიული იყო 2025 წლის ივნისში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების წინ, სადაც ძალაუფლების ცვლილებას შეეძლო თანამდებობიდან ჩამოეცილებინა ევროკავშირის გლობალური ცენზურის კამპანიის არქიტექტორები. ძალაუფლება ევროპარლამენტის არჩევნებმა ვერ შეცვალა, თუმცა ევროპარლამენტის, ან მით უმეტეს მოლდოვისა და რუმინეთის არჩევნები რამოსატანია, როცა კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ირწმუნება, რომ ევროკომისია ზეგავლენის მოხდენას არც მეტი არც ნაკლები დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონტენტის წაშლით გავლენის მოხდენას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცდილობდა. ეს მოსმენა არ არის იმაზე, შეუძლიათ თუ არა ევროპულ მთავრობებს საკუთარი მოქალაქეების ცენზურა. ისინი ამას აკეთებენ, ჩვენ ეს ვიცით და უბრალოდ არ ვეთანხმებით. აქ საუბარია იმაზე, ახშობენ თუ არა შეერთებულ შტატებში სიტყვის თავისუფლებას მარეგულირებლები ბრიუსელიდან. მაგალითად 2024 წელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა ჟუროვა კალიფორნიაში ჩავიდა და TikTok-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რათა ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებისთვის მზადებაზე ესაუბრათ. რატომ უნდა გაემგზავროს ევროკავშირის წარმომადგენლები კალიფორნიაში იმისთვის, რომ ამერიკის არჩევნებზე ისაუბროს. აინტერესებდა თუ არა ვიცე-პრეზიდენტ ჟუროვას ერთდროულად ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არჩევნებისთვის მზადება, თუ მისი ინტერესის სფერო ძირითადად ევროკავშირი იყო. მისი პასუხი იყო, ჩვენ ორივეთი ვართ დაინტერესებულებიო. ჩემთვის ეს უბრალოდ დაუჯერებელია. აი სადამდე მივყავართ ციფრული სერვისების აქტს. პასუხი აშკარაა. ევროკომისია ცდილობს გამოხატვის თავისუფლების ცენზურას და არჩევნებში ჩარევას მთელ მსოფლიოში. კომპანიების უდიდესი უმრავლესობა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ სოციალურ ქსელებს ფლობენ, ამერიკულია და აქ ჩნდება შეკითხვა, როგორ ახერხებს ევროპული ბიუროკრატია ამერიკულ კომპანიებზე გავლენის მოხდენას. თუმცა კონგრესის გამოძიება ამ სქემას მარტივად ხსნის, რომლის თანახმადაც ევროკომისია კომპანიებს მათი წესებით თამაშს თხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროპის კონტინენტზე დაბლოკვით ან ფინანსური სანქციებით ემუქრება. ევროკომისიის მიერ ამერიკული კომპანიებისთვის დაკისრებულმა უზარმაზარმა ჯარიმებმა ეჭვგარეშე დაადასტურა
დადასტურა, რომ ევროკავშირი სიტყვის თავისუფლების ჩახშობა სურს ამერიკულ კომპანიებზე სისტემური შეტევით. ევროკავშირს აქვს მრავალმხრივი სტრატეგია დაიწყოს ახალი გამოძიებები, დააწესოს ახალი შეზღუდვები და დააკისროს უზარმაზარი ჯარიმები და საბოლოოდ ასე აკრძალოს და დაანგრიოს ისეთი კომპანიები, როგორიც მაგალითად იციზა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ემხრობა. სხვათა შორის ელონ მასკის X-ი, რომელიც ონლაინ სივრცეში მთავარ პოლიტიკურ პლატფორმად ითვლება და რომელსაც ხალხთან საუბრისთვის წარმატებით იყენებენ სახელმწიფოს მეთაურები და მაღალი თანამდებობის პირები, ევროკომისიამ 2025 წლის დეკემბერში 140 მილიონი დოლარით დააჯარიმა. პრესკონფერენციაზე მაშინ ღიად ითქვა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში, როცა ინსტაგრამი ევროკავშირის ქვეყნებში ან ამ ქვეყნების შესახებ 118 მილიონი, ხოლო Facebook-ი კი 413 მილიონი პოსტის წაშლას ან დაბლოკვას დათანხმდა, X-ის წილი ამ ციფრებთან შედარებით ზღვაში წვეთი 600,000 იყო. ამიტომ გაფრთხილება უკვე ოფიციალური ტრიბუნიდან გაისმა. თუ კომისიასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებთ, საქმეებს ვაგვარებთ. თუ არა, მოქმედებას ვიწყებთ. ამ მოქმედებების საპასუხოდ გასული წელი ევროკომისიამ ამერიკული სანქციებით დახურა. შეერთებული შტატების მთავრობამ ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფისთვის სანქციები დაუწესა ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონსა და კიდევ 4 პირს, რომლებიც ამერიკული მხარის მტკიცებით უშუალოდ იყვნენ ჩართულები განსხვავებული მოსაზრების პოსტების ცენზურასა და დაბლოკვაში. ახლა როცა შეერთებული შტატების მტკიცებით ევროკომისია სოციალური ქსელების მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებზე ზემოქმედებას ცდილობდა, ჩნდება შეკითხვა. მოქმედებდა თუ არა იგივე სისტემა საქართველოში, სადაც დიდი ხანია ამბობენ, რომ პოლიტიკურ პროცესებში და განსაკუთრებით არჩევნებში ბრიუსელი დიდი ხანია ჩარევას ცდილობს. ყველამ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ერეოდა ევროპული ბიუროკრატია 2024 წლის არჩევნებში, ასევე მაგალითად 2021 წლებში, როგორ ერეოდა არჩევნების არაღიარების პროცესში. ეს არის ძალიან უხეში პრაქტიკა, რაც უნდა გამოსწორდეს, ხო, თქვენ იცით, რომ თავის დროზე ევროპა გამოირჩეოდა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, სამართლის უსანაესობის მაღალი ხარისხით, სათანადო პრინციპები იყო დაცული და დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსლა, რასაც არის ყურადღება გამახვილებული ამერიკულ დოკუმენტში. ამერიკულ დოკუმენტში სოციალურ ქსელებში მომხდარ ბევრ ამბავზეა გამახვილებული ყურადღება, თუმცა საქართველოზე, სადაც სოციალურ ქსელებსაც თავისი გამოწვევები აქვთ, ნათქვამი არაფერია. ამიტომ რთული სათქმელია, ასეთივე სქემა საქართველოსთან დაკავშირებითაც მოქმედებდა თუ არა, მაგრამ 2024 წელს, როცა არჩევნების შემდგომ ქუჩები პროტესტმა მოიცვა, იგივე სოციალურ ქსელებში მაღალი თანამდებობის პირები დასავლეთიდან ხშირად წერდნენ და როგორც ევროპული არჩევანისთვის ბრძოლას მხარს უჭერდნენ საპროტესტო ტალღას. თავად პროტესტის იდეის მიმდევრებს თუ ორგანიზატორებს სოციალურ ქსელებში ჰქონდათ ათობით ჯგუფი და გვერდი, სადაც გეგმებზე მსჯელობდნენ და მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. თუმცა იგივე სოციალური ქსელებიდან საპირისპირო მოსაზრებები გაქრა. მაგალითად, შექმნიდან მალევე დაიბლოკა ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე საათში განსხვავებული მოსაზრებების რამდენიმე ათასი ადამიანი გააერთიანა და შემდგომი დღეების განმავლობაში იბლოკებოდა იგივე ჯგუფის შექმნის ყველა მცდელობა. კონგრესის ანგარიშში საქართველოზე არაფერია ნათქვამი და არაფერი არც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თქმულა, სადაც კონგრესმენთა ნაწილი ჯერ ირლანდიელ ჟურნალისტს უსმენდა, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის გამო დააკავეს და შემდეგ ფინეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ისტორიას უგდებდა ყურს, რომელიც 6 წელიწადია სასამართლო პროცესებზე ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ სახიფათო არაფერი ჩაუდენია, როცა LGBT პრაიდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბიბლიიდან ამონარიდი დაპოსტა.